ელფები და ფერიები. მამა აბსოლუტის გზავნილი 15 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარლო შვილებო. დღეს მე მსურს უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ ტყის სულებზე, რომლებიც ადამიანებისთვის ცნობილი არიან როგორც ელფები და ფერიები, ზღაპრის სუბუქი და ჰაეროვანი არსებები. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ჰაერის ნიქის წარმომადგენლები, იმდენად მჭიდროდ არიან ისინი მასთან დაკავშირებული. თუმცა ეს მაინც არის ცალკე აღებული ძველი ცივილიზაცია, რომელიც გამოჩნდა თქვენს პლანეტაზე ადამიანთან ერთად. იმოქროს ხანაში, როდესაც თავად ადამიანი იყო ღმერთის მსგავსი. სანამ ადამიანი იმყოფებოდა მეხუთე განზომილების სივრცეში, მას შეეძლო ამ მშვენიერ ნახევრად ჰაეროვან არსებების დანახვა, რომლებიც მათ გვერდით სახლობდნენ. ახლა მათი შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან პარალელური სამყარო, სადაც ისინი სახლობენ, ენერგეტიკულად შეიძლება დაუკავშირდეს ხოლო ძალიან სუფთა ადგილებს თქვენს პლანეტაზე, რომლებიც სულ ცოტა დარჩა. გნომებისა და სახლის ანგელოზებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ვიბრაციების დაწევა, რათა ზოგჯერ გამოჩნდნენ მატერიაში, ამნაც არსებებს შეუძლიათ არსებობა მხოლოდ მეხუთე განზომილების მაღალ ვიბრაციებში. თუმცა ზოგჯერ მათ რეალურად შეუძლიათ გამოვლინდნენ როგორც სასწაულმოქმედები, როგორც ადამიანთა ფარული ანგელოზები. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ძალიან კეთილებით ადამიანთა მიმართ მოსიყვარულეები არიან, მათთვის ადამიანები დარჩნენ ისეთივე ღმერთებად, როგორებიც ისინი იყვნენ ძალიან ადრე, როდესაც ადამიანის ცნობიერება ჯერ კიდევ არ იყო მესამე განზომილების ტყვეობაში, რაში გამოიხატება მათი ურთიერთქმედება ადამიანებთან. უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ ისინი ჩუქნიან მას მთელს თავიანთ სიყვარულს ავსებენ მას ამ ღვთაებრივი ენერგიით, რომელიც აღვიძებს ადამიანში ნათელ გზნობებს. აიხსენეთ ნეტარების, ბედნიერების და სიყვარულის მომენტები, რომლებიც გეუფლებათ, როდესაც მოხვდებით ბუნებაში და სიამოვნებას იღებთ მისი პირვანდელი სისუფთავით. დიდწილად ეს ხდება იმის გამო, რომ ტყის სულები, ელფები, ფერიები და გნომები ასე გესალმებიან და გეპატიჟებიან, რომ გაიზიაროთ მათთვის სიხარული, ბუნებასთან სრული შერწყმა, რომელიც არის ყველაზე მშვენიერი, რაც დედამიწაზე არსებობს. მათი ენერგიები ახსნილია სიყვარულით და ერწყმის, ბალახების, ყვავილებისა და ხეების ენერგიებს მთელს მიწის მრავალფეროვნებას. შედეგად კი ძლიერდება ეს სუფთა ენერგიები და თქვენ განიცდით მადლს, როდესაც ხვდებით ამ სიყვარულის ნაკადში, რომელიც მოდის თქვენზე ყველა მხრიდან. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ როგორი მტკივნეული ამ ტყის ბინადრებისთვის იმის დანახვა, როდესაც მათი სიყვარულის საპასუხოდ ადამიანებმა დაიწყოს თვითუნახავი ბუნების დაბინძურება და დაზიანება, რითაც ნადგურდება მათი მშვენიერი ჯადოსნური სამყაროც. ამგვარად ადამიანები აშენებენ კედელს საკუთარ თავსა და ელფებისა და ფერიების ცივილიზაციას შორის, რომელიც იმალება ადამიანისგან თავის სამყაროში, რადგანაც მათ მაღალ ვიბრაციულ ენერგიებს უკვე აღარ შეუძლია მესამე განზომილების ადამიანთა რეზონანსში შესვლა. ელფებისა და ფერიების ფიზიოლოგია ძალიან უჩვეულია თქვენთვის, რადგან ისინი მრავლდებიან ენერგეტიკული შერწყმის გზით, რის შედეგადაც იბადება პატარა ყრუი ენერგეტიკული არსებები, რომლებიც თანდათანობით იზრდებიან დასულ ფორმებამდე. მათი ცნობიერება თავდაპირველად შეიცავს სიყვარულის ღვთაებრივ გენს, რომელიც არ აძლევს მათ ნებას, რომ დაეცნენ მეხუთე განზომილებაზე ქვევით, ამიტომაც ისინი ქმნიან რეალობას აზრის ძალით. მათ სამყაროში ყველაფერი ჯადოსნურად ხდება, ამიტომაც თქვენს ღაპრებში ყველაფერია სასწაულმოქმედი, ხოლო ელფი ჯადოსნური არსება. ისინი ცხოვრობენ ხანგრძლივად იმდენი ხანი, რამდენიც მოესურვებათ, ხოლო მათი ცხოვრების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გაუზიარონ სიყვარული ყოველ ცოცხალ არსებას, რომელიც მათ გზაზე ხვდებათ. ამას გავჩერებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ, საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.